მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მე ვარ ჭელიშვილი ქეთი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი და დღეს წარმოგიდგენთ ჩემს პრეზენტაციას თემაზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ქართული სამხედრო ტერმინოლოგიური ნეოლოგიზმების დეფინიციათა შემუშავებისთვის რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში. მოკლედ ვისაუბრებ პრეზენტაციის სტრუქტურაზე. თავდაპირველად ვისაუბრებ, რა თქმა უნდა, თემის აქტუალურობაზე და რატომ დავინტერესდი ამ საკითხით, მიმოვიხილავ რა იყო ამ კვლევის ძირითადი მიზნები და რა საკვლევი კითხვები დავუსვი საკუთარ თავს ამ კვლევის ფარგლებში. აუცილებლად ვისაუბრებ მეთოდოლოგიაზე და საბოლოოდ მიმოვიხილავ შედეგების ინტერპრეტაციას და ხაზს გავუსმევ კვლევის შეზღუდვებს და სამომავლო პერსპექტივებს დასკვნებთან ერთად. მოკლედ რომ მიმოვიხილოთ კვლევის აქტუალურობა და მიმდინარე ვითარება, როგორც ვიცით, ყოველ ახალ შეიარაღებულ კონფლიქტს თან სდევს ახალი ტერმინოლოგიური ერთეულების აჩენა, შექმნა, ახალი ტექნოლოგიების განვითარება, ან უკვე მანამდე არსებული ტერმინების გააქტიურება და წინა პლანზე წამოწევა. და რუსეთ-უკრაინის ომიც ამ თვალსაზრისით არ წარმოადგენს გამონაკლისს, ის უკვე სამხედრო ექსპერტებმა შეაფასეს როგორც ახალი თაობის შეიარაღებული კონფლიქტი და სწორედ აი ამ ომის ფარგლებში მოხდა დრონებთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის სწრაფი შემოსვლა თანამედროვე ქართულ სამხედრო ენაში. უშუალოდ ტერმინი დრონი არის თავისთავად საკმაოდ საინტერესო, ვინაიდან დღევანდელ არსებულ სამხედრო ლექსიკონებში, ასევე 2017 წლამდე შექმნილ ზოგადი ენის ქართული ენის კორპუსებში დრონი არ გვაქვს მოცემული, ის არის მხოლოდ მოცემული დროის მრავლობითი რიცხვის ფორმით, დრონით ანუ ომონიმის სახით. და მეორე მხრივ ვიცით, რომ არის ხელოვნური ინტელექტის ბუმი და მათ შორის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ხდება სხვადასხვა ტერმინოლოგიური თუ ლექსიკოგრაფიული ამოცანის გადასაჭრელად და განსაკუთრებით მაგალითად ამბობენ, რომ ხელოვნური ინტელექტი, კერძოდ მაგალითად ChatGPT ძალიან კარგი განმარტავი ლექსიკოგრაფია, ანუ ქმნის ძალიან კარგ დეფინიციებს. და შესაბამისად ახალ ტერმინებს ყოველთვის სჭირდება განმარტება. სწორედ აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ და დავინტერესდით თუ როგორ შეიძლება და გამოგვეყენებინა ამ ახალი ტერმინების სამხედრო ნეოლოგიზმების განმარტებისთვის ხელოვნური ინტელექტი და ორი კვლევის მიზანი ჩამოვეყალიბეთ. პირველი ეს არის დიდი ენობრივი მოდელების ეფექტურობის შეფასება, დრონებთან დაკავშირებული ქართული სამხედრო ნეოლოგიზმების განმარტებების პირველადი ვერსიების შედგენისათვის, სხვადასხვა მოდელისა და პრომპტების შედარების საფუძველზე და მეორე, მათი როგორც განმარტებების პირველადი ვერსიების შედგენისათვის დამხმარე ინსტრუმენტის პოტენციალის შეფასება და რედაქტორის როლის განსაზღვრა პირველადი განმარტებების შემოწმებისა და დახვეწის პროცესში. შესაბამისად, შემდეგი 4 ძირითადი საკვლევი კითხვა დავუსვი ჩემ თავს ამ კვლევის ფარგლებში. რითი განსხვავდება უფასოდ ხელმისაწვდომი LLM მოდელები, კერძოდ 5 მოდელია ამ კვლევაში გამოყენებული მათი შესაძლებლობები დრონებთან დაკავშირებული ქართული სამხედრო ნეოლოგიზმებისთვის კონტექსტუალურად გამართული და სწორი პირველადი განმარტებების ვერსიების გენერირების კუთხით. კითხვა ნომერი 2, რა გავლენას ახდენს განსხვავებული პრომპტი და ამ კვლევაში ძირითადად ორი პრომპტი გამოვიყენე, ზოგადი, basic one და ეგრეთ წოდებული ISO-based, ISO სტანდარტზე დაფუძნებული, რომელიც ტერმინოლოგიისთვის არის შექმნილი. და ამისთვის გამოვიყენე ქართული დარგობრივი კორპუსი, რომელიც მე შევქმნი ჩემი დისერტაციის ფარგლებში, ეს არის ინგლისური და ქართული სამხედრო შედარებითი კორპუსი, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის თემატიკაზე სამხედრო ბლოგების ტექსტებისგან შედგება. Milicorp-K, ანუ ქართული ენის კორპუსი, დაახლოებით 4300 ტოკენზე მეც მოიცავს. ამ კორპუსიდან მოვიღე Lanxbox-ის პროგრამული ინსტრუმენტის გამოყენებით, ნახევრად ავტომატური მეთოდით, მრავალსიტყვიანი ტერმინები, რომელიც არის დრონებთან დაკავშირებული, სადაც უშუალოდ სიტყვა დრონი ასრულებდა ან სემანტიკური ფუძის მრავალსიტყვიან ტერმინში, ან საზღვრელის როლს. შემდგომ დაახლოებით 27 ტერმინი იყო ეს მრავალსიტყვიანი და შემთხვევითობის პრინციპით აღნიშნული კვლევისთვის შევარჩიე 10 დრონთან დაკავშირებული სამხედრო ტერმინოლოგიური ნეოლოგიზმი და ზოგადად განსაზღვრეთ რა არის ეს ტერმინოლოგიური ნეოლოგიზმი კვლევისათვის და საბოლოოდ შევარჩიეთ კვლევისათვის 5 უფასოდ ხელმისაწვდომი დიდი ენობრივი მონაცემების მოდელი,
ორი პრომპტი, რომელზეც ექსპერიმენტები ჩავატარეთ, ასე რომ ვთქვათ, და ამ დეფინიციების შეფასებისთვის შევიმუშავეთ სპეციალური შეფასების სისტემა. რაც შეეხება ტერმინოლოგიურ ნეოლოგიზმს, ტერმინოლოგიურ ნეოლოგიზმი არის სპეციალური სიტყვა ან სპეციალურად შექმნილი ტერმინი, რომელიც არის შექმნილი კონკრეტული ცნების აღსანიშნავად. როგორც წესი, სამხედრო ან არამარტო სამხედრო, ან ზოგადად ტერმინოლოგიური ნეოლოგიზმი არ უნდა დასტურდებოდეს არსებულ ლექსიკონებში და შესაბამისად ამ განმარტებას მივყევით და გარდა ამისა კიდევ ერთ კრიტერიუმად დავამატე ამ ტერმინების ბოლოდროინდელი გამოყენება, რისთვისაც შევამოწმე ამ ტერმინების არსებობა AVAX-ში, რომელიც არის ქართული ენის ვებ-კორპუსი 2015 წლამდე ტექსტებს მოიცავს და იმ შემთხვევაში თუ ეს ტერმინები არ იყო დადასტურებული არსებულ სამხედრო ლექსიკონებში და დასტურდებოდა არანეას კორპუსში, რომელიც არის ვებ-კორპუსი ქართული ენის, ზოგადი ენის, ოღონდ მოიცავს ტექსტებს მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდიდან, ჩავთვალეთ, რომ შეიძლება ეს ტერმინები ჩაგვეთვალა სამხედრო ნეონიმების კანდიდატებად. და კვლევისთვის სულ 10 ტერმინი შევარჩიეთ, რომელიც არის ამ სლაიდზე მოცემული, მაგალითად კამიკაძე დრონი, დრონის ოპერატორი, წყალქვეშა დრონი და ასე შემდეგ. როგორც ვთქვი, 4 განსხვავებული მოდელი გამოვიყენეთ დიდი ენობრივი მოდელების. ეს არის ChatGPT 5.0, DeepSeek, ანუ მისი ჩინური ვერსია, ჩინური პროდუქტი, V3.1, Claude Sonnet 4, Grok და Gemini 2.5 Flash. ოღონდ შესაძლოა უკვე განახლდა გარკვეული მოდელები, ამ კონკრეტულ კვლევაში ეს მოდელები მაქვს გამოყენებული. რაც შეეხება პრომპტებს, როგორც ვიცით, სხვადასხვა სახის დეფინიციის შემუშავება არის შესაძლებელი ტერმინების განსამარტებლად. მე არჩევანი გავაკეთე ეგრეთ წოდებულ intentional definition-ზე, რომ შინაარსის დამაზუსტებელ განმარტებაზე, რომელიც იწყება არსებითი სახელით ან მეტყველების სხვა ნაწილით, ადგენს უშუალო ჰიპერონიმულ ცნებას, რომელთანაც ასოცირდება ჩამოსაყალიბებელი ცნება და ამ არსებით სახელს მოსდევს გამიჯნავი მახასიათებლები, რომლებიც განასხვავებს ამ ცნებას მისი თანაბარი ცნებებისაგან და ორი პრომპტი ან ინსტრუქცია შევიმუშავე, პირველი რომელსაც ზოგადი ვუწოდე და ამ ფორმით არის ჩამოყალიბებული, ქართულადვე დავუსვი შეკითხვა ყველა ენობრივ მოდელს, შეასრულე ტერმინოლოგის როლი, შექმენი ქართული სამხედრო ტერმინის, მაგალითად კამიკაძე დრონის ტერმინოლოგიური განმარტება და მეორე ეგრეთ წოდებული ISO 704 სტანდარტზე დაფუძნებული, შეასრულე ტერმინოლოგის როლი ISO 704 სტანდარტის მიხედვით, შექმენი ქართული სამხედრო ტერმინისათვის კამიკაძე დრონის შინაარსის დამაზუსტებელი დეფინიცია. ტერმინოლოგიური დეფინიცია უნდა შეიცავდეს გვარ-სახეობრივ მიმართებას, ზოგად ცნებას, ჰიპერონიმულ ცნებას და ერთ დამატებით გამიჯნავ მახასიათებელს. ეს იყო შეფასების კრიტერიუმი, რომელიც ჩემით შევქმენი, 3 კრიტერიუმის მიხედვით დავახარისხე მოცემული დეფინიციები. პირველი ეს იყო ტერმინოლოგიური და სტრუქტურული გამართულობა და სამქულიანი შეფასების სისტემა იყო, მაგალითად ერთიქულად ცუდი იმ შემთხვევაში თუ დეფინიციას არ ჰქონდა ISO სტანდარტის შესაბამისი სტრუქტურა, აკლდა გვარეობითი ცნება ან გამიჯნავი მახასიათებელი და თვითონ ტერმინოლოგიაც თუ იყო არასწორი და არათანმიმდევრული, სამიქულა იყო კარგი, თუ იყო სრულყოფილად სტრუქტურირებული, გვარეობითი ცნებაც ჰქონდა და ასე შემდეგ. მეორე კრიტერიუმი ეს იყო შინაარსობრივი სიზუსტე, უშუალოდ რამდენად სწორედ არის შესაბამისი ცნება სამხედრო კონტექსტისთვის შერჩეული და განმარტებული და მესამე იყო შეცდომების ტიპი, რომელიც შეიძლება ყოფილიყო განმარტებებში, ასეთი სიმბოლოებით შევიმუშავე, მაგალითად არსებითი მახასიათებლების გამოტოვება, არასაჭირო ინფორმაციის დართვა, გვარეობითი ცნება გვაქვს, ბუნდოვანი ენაა გამოყენებული, ან განმარტება არის ენციკლოპედიური სტილის და არა ტერმინოლოგიური სტილის. რაც შეეხება შედეგებს, შედეგები ორი პარამეტრის მიხედვით დავაჯგუფე, პირველი პრომპტების მიხედვით და მაინტერესებდა იწვევს თუ არა პრომპტის არარსებობა, ამ შემთხვევაში ISO სტანდარტზე დაფუძნებული პრომპტის არარსებობა, უფრო მეტად ბუნდოვანი ენციკლოპედიური სტილის დეფინიციის გენერირებას, რა იყო გავრცელებული შეცდომა აბსოლუტურად ყველა ენობრივ მოდელში, რა სახის ზეგავლენას ახდენს ISO-ზე დაფუძნებული პრომპტის შეფასების ქულებზე და შეცდომების ტიპებზე. რაც შეეხება მოდელის მიხედვით, აქ უკვე შევაფასე თითოეული მოდელის ძლიერი და სუსტი მხარეები. ეს არის ზოგადი შეფასება, საშუალო არითმეტიკული გამოვიყვანე 10 ტერმინის შეფასებისას. ძირითადი ტენდენცია, რომელიც აბსოლუტურად ყველა ენობრივ მოდელში შეინიშნებოდა, იყო ენციკლოპედიური სტილის განმარტებების გენერირება და არა ტერმინოლოგიური ზოგადი
პრომპტიდან, ასევე შეიძლება ყოფილიყო ის, რომ არსებითი მახასიათებელი არ ყოფილიყო, ან გვარობრივი მახასიათებელი, ან ძალიან ბევრი არასაჭირო ინფორმაცია ყოფილიყო მოცემული განმარტებებში. მაგალითად, ChatGPT-ის განმარტება იყო ასეთი, კამიკაძე დრონის შემთხვევაში, წითლად მაგ მონიშნული, რაც შეცდომით იყო, გარდა იმისა, რომ სინტაქსური შეცდომები იყო ChatGPT-ის მოდელში, იყო ძალიან ბევრი არარელევანტური ინფორმაცია, მაგალითად, რომ რა სახის ოპერაციებში გამოიყენება, რა სახის და რა მოდელის მაგალითად დრონებია და ასე შემდეგ. რაც შეეხება კლოდს, მაგალითად აქ იყო გაუმართავი ტერმინოლოგია, არა პილოტის გარეშე სახაერო ხომალდი იყო უპილოტო საფრენი აპარატის ნაცვლად გამოყენებული და მაგალითად მიზნებს ანადგურებს თვით დაკოცნით იყო და არა თვით განადგურებით. თვით დაკოცნით, დიახ, Gemini-შიც იგივე იყო, DeepSeek-ს რაც შეეხება, აქ ფაქტობრივად საერთოდ არსებითი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ ჰქონდა, რომელიც საჭირო იყო ამ ტერმინის განსამარტავად ზოგადი პრომპტის შემთხვევაში. რაც შეეხება Grok-ს, იყო უსაზღვროდ დიდი ენციკლოპედიური ინფორმაცია, ეს არის მოკლე მონაკვეთი, აქედან იყო ძალიან ვრცელი ზოგადი ბრძანებით, რაც დაგვიგენერირა პასუხი. მოკლედ რომ შევაჯამო ზოგადი პრომპტის შედეგების ანალიზი, უმეტესწილად აღნიშნული პრომპტის გამოყენებით იქმნებოდა გრძელი ენციკლოპედიური სტილის დეფინიციები, ძალიან ბევრი არასაჭირო ინფორმაციით, თუმცა ყველა მოდელში ფიგურირებდა საერთო ტიპის შეცდომები, კერძოდ ძალიან ბევრი არარელევანტური ინფორმაციის დართვა, დეტალიზაცია, ასევე იყო სინტაქსური შეცდომები, მაგრამ ყველაზე ცუდი შედეგი მაინც ქულების დაანგარიშების მიხედვით აჩვენა DeepSeek-მა, ანუ ჩინურმა მოდელმა, სადაც თითქმის ყველა დეფინიციაში ჰქონდა სინტაქსური და ტერმინოლოგიური შეცდომები და გარდა ამისა, ისე დონეზე, რომ ტერმინის აღქმაც კი საერთოდ იყო ძალიან რთული შინაარსის თვალსაზრისით. თუმცა, რაც შეეხება content accuracy, ანუ შინაარსის სიზუსტის თვალსაზრისით ქულებს, თითქმის ყველა მოდელმა მეტნაკლებად სწორედ გაართვა დავალებას თავი, ან გულისხმობა იმას, რომ ჰქონდა up-to-date, ანუ განახლებული ინფორმაცია ცნების შესახებ და შესაბამისი იყო ეს ცნება თვითონ სამხედრო კონტექსტისთვის განმარტება. რაც შეეხება ISO-ზე დაფუძნებულ დეფინიციას, სხვაობა იყო, რა თქმა უნდა, თვალშისაცემი პირველ რიგში ის, რომ დეფინიციები იყო უკვე მიზანმიმართული, იყო მოკლედ ნამდვილად ტერმინოლოგიური სახის დეფინიციები, თუმცა იყო, რა თქმა უნდა, კვლავ ტერმინოლოგიური უზუსტობები გარკვეულ მოდელებში და განსაკუთრებით ქართული ენის შემთხვევაში იყო სინტაქსური და წინადადებების გაუმართავობა. ოდნავ უკეთესი იყო ამ შემთხვევაში DeepSeek-ის და Gemini-ის შედეგები, თუმცა დიდად რადიკალურად განსხვავებული მაინც არ ყოფილა, ყველაზე უარესი შედეგი მაინც მან დაჩვენეს, DeepSeek-ის შემთხვევაში საერთოდ არაფერი არ შეცვლილა. ზოგადად რომ მოკლედ მიმოვიხილოთ, ზოგადი შედეგები რაც გამოვლინდა, ყველაზე კარგი მაჩვენებელი ჰქონდა Grok-ს და ChatGPT-ს ISO-ზე დაფუძნებული პრომპტით. განმარტებები იყო ნაკლებად ენციკლოპედიური და მოკლე და მიზანმიმართული იყო ეს დეფინიციები, თუმცა ყველა მოდელში წინადადებების გაუმართავობა ქართულ ენაზე მაინც ნარჩუნდებოდა. რაც შეეხება Grok-ს და ChatGPT-ს, შეიძლება ითქვას, რომ მათ მიერ გენერირებული დეფინიციები საჭიროებს მინიმალურ ან თითქმის საერთოდაც არ საჭიროებდა ადამიანის მიერ რედაქტირებას შემდგომ ეტაპზე. რაც შეეხება Gemini-ს და DeepSeek-ს, შედეგები არსებითად არ გაუმჯობესებულა, თუმცა კლოდის შემთხვევაში შედეგი გაუარესდა ISO-ზე დაფუძნებული პრომპტით და გენერირებული დეფინიციები იყო უფრო მეტად ბუნდოვანი, ვიდრე ზოგადი პრომპტის შემთხვევაში. მაგალითად, დრონების ხროვას თუ ავიღებთ, ChatGPT-ის პასუხს, როგორც ადრეც განვიხილე, ძალიან ბევრ ენციკლოპედიურ ინფორმაციას გვაძლევს, თუ ზოგად პრომპტს გამოვიყენებთ და ISO-ზე დაფუძნებული პრომპტი არის პირდაპირ მიზანმიმართული, აქ არის გვარეობითი ცნებაც უკვე და გამიჯნავი მახასიათებელი. თუმცა კლოდის შემთხვევაში მაგალითად შედარებით უფრო ბუნდოვანი იყო მისი პასუხი, მაგალითად თვითმკვლელი დრონის შემთხვევაში, ჯერ-ერთი უპილოტო სახაერო ხომალდი არასწორი ტერმინია, რასაც ის იყენებდა და საკუთარი თავის გაუქმებისთვის, ცოტათი რაღაც გაურკვეველი წინადადება მოგცა. კი, განსხვავებით ზოგადი პრომპტისგან, სადაც ალბათ ენციკლოპედიური ინფორმაციას როცა იძლეოდა, უფრო მეტი გასახანი ჰქონდა. შედეგების მიხედვით მოდელები დავალაგე ქულობრივი თვალსაზრისით, როდესაც ზოგადიც და ISO-ზე დაფუძნებული პრომპტების საშუალო მაჩვენებელი გამოვიყვანე, პირველ ადგილზე ChatGPT იყო, მეორეზე Grok-ი და თითქმის ერთნაირი შედეგი ჰქონდა ChatGPT-ს და Grok-ს, მესამე ადგილი Claude, მეოთხე Gemini და ყველაზე ცუდი
მაჩვენებელი ჰქონდა DeepSeek-ს. მოკლედ რომ მივიხილოთ, კი, მოკლედ რომ მივიხილოთ, სუსტი და ძლიერი მხარეები, ChatGPT-ის შემთხვევაში მისი ძლიერი მხარე იყო, რომ კარგად მუშაობდა ქართული ენის შემთხვევაში, ბრძანებასაც კარგად აღიქვავდა და გენერირება პასუხის იყო საკმაოდ კარგი, ადეკვატური, ყოველ შემთხვევაში ISO-ზე დაფუძნებული პრომპტის გამოყენების დროს, ტერმინოლოგია, რასაც იყენებდა, იყო უმეტესწილად სწორი და თანმიმდევრული, გაუმჯობესებული იყო შედეგი ISO-ზე დაფუძნებული პრომპტის გამოყენებით და საჭიროებდა მინიმალურ ჩარევას რედაქტორის მიერ. თუმცა სუსტი მხარე იყო ის, რომ კვლავ ჰქონდა წინადადებების გაუმართაობა და სინტაქსური ხარვეზები. აბსოლუტურად თითქმის იგივე შეიძლება ითქვას გროკის მოდელზე, უბრალოდ ერთადერთი განსხვავება იყო ის, რომ ზედმეტი დაზუსტების გარეშე გროკი თავის პასუხში გვაძლევდა სწორ ინგლისურ ეკვივალენტს, გვთავაზობდა ასევე ქართული შესატყვისის სინონიმებს და პირდაპირ წერდა, რომელი იყო ამ ცნებაში გამიჯნავი ცნება და გვარეობითი ცნება და გამიჯნავი მახასიათებელი. რაც შეეხება კლოდს ჰქონდა უკეთესი შედეგი ზოგადი პრომპტის გამოყენების დროს, ტერმინოლოგია უმეტესწილად იყო სწორი და თანმიმდევრული და რაც იყო განსაკუთრებით საინტერესო ამ მოდელში იყო ის, რომ ყველა პასუხში გვაძლევდა ეტიმოლოგიის შესახებ ინფორმაციას, ან ვარაუდს გამორთქავდა, რომ ალბათ ამ მეთოდით არის შექმნილი. ეს განსაკუთრებით საინტერესო იყო დრონების ხროვის შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს არ არის პირდაპირი ნასესხობა, ან სტრუქტურული ნასესხობა, მეტაფორიზაცია, swarm-ის ხროვას ენიჭება ქართულში მსგავსი მნიშვნელობა. თუმცა სუსტი მხარე იყო ის, რომ განსხვავებით სხვა მოდელებისგან, ISO-ზე დაფუძნებულ მოდელში შედეგი გაუარეს და უფრო ბუნდოვანი გახდა და წრიული ეს დეფინიციები. რაც შეეხება Gemini-ს და DeepSeek-ს, თითქმის ერთნაირი შედეგი ჰქონდა, ძალიან იშვიათი შემთხვევაში დეფინიციები იყო სტრუქტურულად კარგად განმართული, ოდნავ გაუმჯობესდა წინადადებების სტრუქტურა ISO-ზე დაფუძნებული პრომპტით, ხოლო რაც შეეხება სუსტ მხარეებს, ძალიან ბევრი სინტაქსური შეცდომები იყო, ისევე ტერმინოლოგიური, არსებითად დიდად შინაარსობრივად არ გამართულა ISO-ზე დაფუძნებული პრომპტით პასუხი და Gemini-ის და DeepSeek-ის შემთხვევაშიც პასუხები საჭიროებს დიდ ძალისხმევას ადამიანის მხრიდან შემდგომი რედაქტირებისთვის. და შეიძლება ითქვას, რომ ახლიდან და ნულიდან დეფინიციების გაკეთება ამ შემთხვევაში უმჯობესია, ვიდრე Gemini-ის და DeepSeek-ის გამოყენება ტერმინოლოგიური დეფინიციების შესაქმნელად. პასუხზე შესაძლებელია თუ არა ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული დეფინიციების გამოყენება მზა სახით. ვიტყოდი, რომ ალბათ გააჩნია პრომპტს, რომელსაც გამოვიყენებთ და გააჩნია მოდელს, როგორც ვთქვი, მაგალითად გროკისა და ChatGPT-ის ISO-ზე დაფუძნებულ პრომპტში დეფინიციები უმეტესწილად აღარ საჭიროებდნენ, ან საჭიროებდნენ ძალიან მინიმალური დოზით ადამიანის მიერ ჩარევას შემდგომი რედაქტირებისათვის. მაგალითისათვის Swarm of Drones რო განვიხილოთ, ან Swarm Drones, ეს არის IATA-დან დეფინიცია, მისი mass of tiny drones flying like a flock of birds that can perform coordinated tasks controlled by an expert operator. ამ შემთხვევაში დრონების ხროვის ChatGPT-ის მიერ დაგენერირებული დეფინიცია, ISO-ზე დაფუძნებული პრომპტი, ჟღერდა ასე, რომ უპილოტო საფრენი აპარატების ჯგუფი, რომელიც მოქმედებს კოორდინირებულად საერთო ამოცანის შესასრულებლად. საკმაოდ იყო დახვეწილი და ნამდვილად ასახავს დრონების ხროვის ცნებას. რაც შეეხება კამიკაძე დრონს, მაგალითად, ერთადერთი ცვლილება, რაც მე შევიტანე, იყო უფრო მეტად წინადადების გამართულობის თვალსაზრისით და არა შინაარსის თვალსაზრისით. რაც შეეხება შეზღუდვებს და სამომავლო კვლევებს, რა თქმა უნდა, კვლევის შეზღუდვა არის ის, რომ ამ კვლევისათვის სულ გავაანალიზე 10 ტერმინი, რაც არ არის საკმარისი მცირე რაოდენობა, ამიტომ შედეგები შეიძლება სრულიად სხვანაირი იყოს, უფრო მეტი რაოდენობის ტერმინების გამოყენებისას და შემდგომი ანალიზისათვის აუცილებლად საჭიროა სხვა პრომპტების და ასევე ნიმუშების, ეგრეთ წოდებული template-based კითხვების გამოყენება. რა თქმა უნდა, თვითონ შედეგების შეფასების პროცესიც იყო უფრო მეტად სუბიექტური, იმიტომ რომ ერთადერთი ვიყავი ადამიანი მე, ვინც აფასებდა ამ შედეგებს და შედეგების სისტემაც ჩემი მოფიქრებული იყო, ამიტომ კარგი იქნება თუ რამდენიმე ტერმინოლოგი შეაფასებს და იქნება საერთო თანხმობა, ამ შემთხვევაში შედეგები უფრო მეტად ობიექტური იქნება. გარდა ამისა, აღნიშნულ კვლევაში გამოვიყენეთ დიდი ენობრივი მონაცემების მოდელების მხოლოდ უფასო ვერსიები და შესაძლოა ფასიანი ვერსია ქართული ენისთვის რამე უკეთეს შედეგს იძლეოდეს.
გარდა ამისა, თავარი შეზღუდვა არის ის, რომ მოდელები ხშირად ახდება და შესაძლოა ის შედეგი, რაც ახლა მივიღეთ, აღარ იყოს განმეორებადი მომდევნო წელს. და სასურველი იქნება თუ სამომავლო კვლევებში ყურადღება გამახვილდება სხვა დარგებზეც და გარდა სტრუქტურული კალკირების, მაგალითად მეთოდის მიღმა, რა სხვა მეთოდებითაც შეიძლება რომ შეიქმნას ტერმინი, ასეთი დარგის ტერმინებიც გაანალიზდება, რამდენად არის შესაძლებელი რომ მივიღოთ ადეკვატური დეფინიციები ამ შემთხვევაში. მოკლედ, დასკვნებზე კვლევა მაჩვენა, რომ დიდი ენობრივი მონაცემების მქონე მოდელებს შეუძლიათ ქართულ, ყოველ შემთხვევაში დრონებთან დაკავშირებული ტერმინებისთვის განმარტებების პირველადი ვერსიების გენერირება, თუმცა რა თქმა უნდა, გვაქვს სხვაობა მოდელების მიხედვით და ამ შემთხვევაში, როგორც უკვე აღვნიშნე, საუკეთესო შედეგი ჰქონდა Grok-ს და ChatGPT-ს. პრომპტის არჩევანი არის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი, მაგალითად ISO-ზე დაფუძნებული პრომპტი გვაძლევდა უფრო მოკლე, ნაკლებად ენციკლოპედიურ და ტერმინოლოგიური სტილის დეფინიციას, განსაკუთრებით თუ ვსაუბრობთ Grok-ზე და ChatGPT-ზე. ბუნებრივია, რომ ყველა პასუხი, რომელსაც ვიღებთ, უნდა შემოწმდეს და მაინც ხელით დაიხვეწოს ტერმინოლოგის მიერ, ვინაიდან თუნდაც სინტაქსური შეცდომები და წინადადების გაუმართავობა Grok-ისა და ChatGPT-ის მოდელებშიც მაინც ნარჩუნდებოდა. და ამ კვლევის შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ ხელოვნური ინტელექტის როგორც დამხმარე ინსტრუმენტის გამოყენება შეიძლება იყოს ეფექტური და გამოსადეგი, ყოველ შემთხვევაში ქართული სამხედრო ნეონიმების დეფინიციათა პირველადი ვერსიების შედგენის პროცესში. სულ ეს იყო. მადლობა.